ხან ვიკეთებ, ხან ვიხსნი, ხან თავზე მაქვს მიმაგრებული. სტატისტიკა გვაქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო პოპულაციის ნახევარი იქნება ახლომხედველი. კორექცია, ლინზა თუ სათვალე. სათვალე და კონტაქტური ლინზა გამოდის, რომ არის რაღაცა ყავარჯენივით, მუდმივად ხარ დამოკიდებული ამ რაღაცა საშუალებაზე, რომ მხედველობა გაიუმჯობესო, ხო? ერთი კი არა, 2-3 სათვალით დადიან ტიპები რა, მე მინახავს, ერთს დადებს, მეორეს გაიკეთებ. რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ ახალგაზრდები ვართ, ამ პლუს თვალი თვითონ ერევა აი ამ კუნთების ხარჯზე. ასაკთან ერთადო მინუსი პლუსში გადადისო. არა, რეალურად ესე არ არის, უბრალოდ ციმციმი თვალში რკალისებრი აღქმა რაღაცების. არსებობს ისეთი ლინზები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დაგვიფარონ შორი და შუალედური მანძილი. რამდენი ხანია რაც ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ლინზა, მაგალითად შენ ხელთ მოხვდა და ხედულობა ეს დინამიური რაღაცაა და მხოლოდ არ გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ვთქვათ, ოთახის ბოლოს ტელევიზორს უყურავთ, ხო? ასტიგმატიზმის გამოსწორება შეუძლებელია. ეს არის ერთ-ერთი ჩვენება ლაზერული კორექციის. შესაძლებელია თუ არა ეს იწვევდეს თავის ტკივილებს. არის ეგეთი 20-6-20 წესი, ასე ვთქვათ, ყოველ 20 წუთში 6 მეტრის მანძილზე 20 წამის განმავლობაში უნდა ვიყუროთ. აი სათვალეები, სათვალეები, ენახე ხომ გავიკეთო, აი რა კარგია. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ეთერშია, მოგესალმებით, გვიხარია თქვენთან ყოფნა კვლავ და გვიხარია რომ გვიყურებთ თავისუფლად მოიწონეთ ჩვენი არხი. ასევე მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგ სტუდიაში პოდკასტ პოინტში იწერება ჩვენი პოდკასტი და მადლობა ჩვენს მასპინძლებს კომფორტული გარემო შექმნისათვის. ამ ბოლო დროს შეამჩნევდით რომ აი ეს ინსტრუმენტი, რასაც ქვია სათვალე, ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ესე თქვათ ატრიბუტად ათვისებული და ხან ვიკეთებ, ხან ვიხსნი, ხან თავზე მაქვს მიმაგრებული, მოკლედ ცოტა მომიწია სათვალესთან შეგუება იმისათვის რომ წავიკითხო კარგად. ეს თემა ბევრს აწუხებს, მით უმეტეს ასაკობრივ ცვლილებებთან ერთად აქტუალური ხდება სათვალის მორგება, მოხდენა, გაკეთება, ტარება და გამოყენება და სწორედ ამ თემებზე, ანუ მხედველობაზე ვისაუბრებ დღეს. ჩვენი სტუმარი იქნება ნინო კობახიძე, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი და ჩიჩვების სამეცნიერო ცენტრ მზერას რეფრაქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ესეთი კარგი სტუმარი ყავს. მადლობა ნინო სტუმრობისათვის, მადლობა რომ მოხვედი პოდკასტში. ცოტა მოგვიანებით ამ თემებზეც ვისაუბრებთ, როგორ შევცვალო მე სათვალე ან რაღაცა მეც მირჩიე, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ახალია ბოლო 1 წელი რაც აქტუალური გახდა ეს ინსტრუმენტი და საჭირო ნივთი ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ვისურვებდი რაღაც უკეთეს და ამაზედაც ვისაუბროთ. მაგრამ მანამდე მოდი თუ შეიძლება ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მოკლედ და უფრო ძირითად პრობლემატიკას შევეხოთ. ასაკობრივად ძირითადი ოფთალმოლოგიური პრობლემები, ვთქვათ, რომლებიც ჩნდება, ან თუნდაც ასაკს მიღმა. ყველაზე პოპულარული ოფთალმოლოგიური პრობლემები რა არის დღეს თუნდაც ჩვენს ქვეყანაში? კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. პირველი ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული ეს არის ეგრეთ წოდებული რეფრაქციული მანკები, რაც ნიშნავს ახლომხედველობას, შორსმხედველობას და ასტიგმატიზმს. განსაკუთრებით ყურადსაღები ახლომხედველობა, იმიტომ რომ ესეთი სტატისტიკა გვაქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო პოპულაციის ნახევარი იქნება ახლომხედველი. კი, ძალიან დიდი ციფრია, ანუ პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში ნახევარი ვიქნებით ახლომხედველი. ანუ ახლომხედველობა დავაკონკრეტოთ აქვე ადამიანი, რომელიც შორს ვერ ხედავს. რომელიც შორს ვერ ხედავს, კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახლომხედველობა არის მზარდი და გარკვეულ ასაკამდე, სანამ იზრდება ორგანიზმი დაახლოებით 18 წლამდე, ახლომხედველობა იზრდება. ამას რა თქმა უნდა ძალიან ხელი შეუწყო გაჯეტებთან ურთიერთობამ, მუდმივად ახლოს გთვის მოჭიმულმა თვალებმა და შესაბამისად ამან მოიტანა ეს სტატისტიკა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რომ რაღაც ასაკში, ამ ასაკამდე 18 წლამდე ბავშვები ძალიან გავაკონტროლოთ იმისათვის რომ არ მოგვცეს ზრდა ახლომხედველობამ და შევამციროთ მათი ურთიერთობა გაჯეტებთან. მინიმალურად იყოს დატვირთული თვალი მოკლედ ახლოსთვის. ეს ერთი პრობლემა რომ ახლომხედველობა. შემდეგი ყველაზე აქტუალური. შემდეგი ყველაზე აქტუალური პრობლემა ასაკთან ერთად, აი რაც ვახსენეთ, ეს არის საკითხავისა თვალის საჭიროება. იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ თვალს უჭირს ასაკთან ერთად ახლოს მოიტანოს ფოკუსი პირიქით ამ შემთხვევაში. გვაქვს ესეთი კუნთები, რომლის ფუნქციაც არის ახლოს ფოკუსის მოტანა და ეს კუნთები, ასე ვთქვათ, იღლება დროთა განმავლობაში და 40-45 წლიდან მერე უკვე საჭირო ხდება საკითხავი სათვალე. და ალბათ ასევე ყველაზე გავრცელებული უკვე უფრო მეტასაკში ეს არის კატარაქტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესეთია გავრცელებულია კატარაქტის ქირურგია და ყოველთვის გვესმის, რომ ეს ოპერაციები კეთდება ძალიან წარმატებულია, მაინც ერთ-ერთი პირველი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში სიბრმავის კატარაქტა. მიუხედავად იმისა, ქვეყანა განვითარებადია თუ არა, მაინც პრობლემად რჩება. მაინც რჩება, უფრო განვითარებად ქვეყნებში თავისთავად, მაგრამ სტატისტიკურად ესეც საკმაოდ გავრცელებულია.
კარგი, ესე იგი ახლომხედველობა, შორმხედველობა, ასტიგმატიზმიც ვახსენეთ და კატარაქტა. ანუ ძირითადი მაინც წამყვანი რეფრაქციული აშლილობების თქვა მიმართულებებში ეს არის პლუს ასაკობრივი ცვლილებები კატარაქტით. კარგი, რამდენად თქვენ შეეხედეთ წეღან შენ თქვი უпростоრეთ რომ ახალი თაობა, ახალგაზრდა თაობა, მათ შორის ჩვენც უკვე ჩართულები ვართ гаджеტებში და სულ მუდმივად ახლოს უყურებთ, ამიტომ ზარმასდება თვალი, ხო? რამდენად რეალურად ზეგავლენას ახდენს მაგალითად ეს დივაისები, ეს ტელეფონები მაგალითად ბავშვის მხედველობის ფორმირებაზე. ხომ არ აყენებს ეს გამოუსწორებელ ზიანს, ან რამე რჩევას ხო არ მიცემდი ამ მიმართულებით აქვე და მე სხვა თემებზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, აუცილებლად ძალიან დიდი ფაქტორია და მთავარი ფაქტორი გენეტიკასთან ერთად რა თქმა უნდა აღმოჩნდა ეს მუდმივად ახლოს ყურება რაღაცის და ეს არის ტელეფონები რა თქმა უნდა და მოწოდებული არის ესე რომ მინიმალურად უნდა დავტვირთოთ თვალი ახლოსთვის შესაბამისად гаджеტები მაქსიმალურად შევზღუდოთ ბავშვთა ასაკში სანამ ორგანიზმი იზრდება და სანამ არის კიდევ რისკი იმის რომ გაიზარდოს ახლომხედველობა და მაქსიმალურად მზეზე ვამყოფოთ ბავშვები. ანუ ეს ციფრული თვალის რაღაცა სინდრომი რეალურად არსებობს, ხო, ესეთი? ეს კიდევ ცოტა სხვა რაღაცა 21 საუკუნის ეს არის ახალი დიაგნოზი მოკლედ რაც აქამდე არ გვხვდებოდა. ეს არის კიდევ თვალის მუდმივი დაძაბულობა იმისათვის რომ ისევ ახლოს უყუროს, სულ და პლუს ამას დამატებული თვალის სიმშრალე, რაც ძალიან გავრცელებულია ახლა ბოლო დროს. პრინციპში ალბათ იმ ჩამონათვალში, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ, ეს სიმშრალეც ერთ-ერთი აქტუალური თემაა, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცას უყურებთ, აღარ ვახამხამებთ, რომ აღარ ვახამხამებთ, ეს იწვევს თვალის სიმშრალესთან, მოკლედ ამას მოყვება 1000 პრობლემა, მუდმივი დაძაბულობა, თავის ტკივილები, თვალების ტკივილები, დაღლილობა და ასე შემდეგ, მოკლედ ეს არის რაც ერთიანდება თვალის ციფრულ სინდრომში, ასე ვთქვათ. გასაგებია, მადლობა ნინო. კარგი, რაც ნიშნავს ესეთი ტერმინი, რასაც ასე ვთქვათ, პოპულარულია და ხშირად გამოიყენება ზარმაცი თვალი. ზარმაცი თვალი არის ის მდგომარეობა, როდესაც რაც არ უნდა სწორი და დიდი ზომის სათვალე გავუკეთოთ ადამიანს, მისი მხედველობა მაინც არ უმჯობესდება, ან უმჯობესდება მხოლოდ ნაწილობრივ, ну, ასე ვთქვათ, 100% რომ ეძახით, ამ 100%-ს ვერ აღწევს. ეს ხდება ხოლმე ძირითადად იმის გამო, რომ ცალთვალში გვაქვს ან მაგალითად ასტიგმატიზმი მაღალი ან პლუს და მეორე თვალი კარგად ხედავს. ტვინი გადაეწყობა და იწყებს კარგად მხედველი თვალის ხარჯზე ცხოვრებას და თრგუნავს მეორე თვალს. რადგან თრგუნავს ძალიან ხშირად იმის გამო, რომ ერთი თვალი კარგად მხედველია, ადამიანებმა არც იციან და ძალიან დიდ ასაკში აღმოაჩენენ ხოლმე შემთხვევით მიიფარებენ თვალსახელს და აღმოაჩენენ თურმე ვერ ხედავს ეს მეორე თვალი. ქმნის უამრავ პრობლემას ბავშვებში დაწყებული, აი ხშირად არის ხოლმე სხვა შორის ზარმაცი თვალი ასოცირდება ძალიან ხშირად ADHD-თან, ანუ გარკვეულ ფსიქიკის გარკვეულ ყურადღების დეფიციტთან. და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ეს ბავშვი ვერ სწავლობს, არ სწავლობს, არ უყვარს სწავლა ზარმაცია და ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე რომ უბრალოდ ბავშვი ვერ ხედავს და არის ეს ზარმაცი თვალი, რომელსაც ჭირდება მიხედვა და შემდეგ როგორ მივხედოთ? პირველ რიგში ეს არის სწორად შერჩეული სათვალე, ეს ერთი. პატარა ასაკში მივმართავთ ხოლმე რაღაც გარკვეულ ასაკამდე, სანამ ბავშვი რაღაცას მოახერხებს, რომ თქვა კომპიუტერთან რაღაცა ითამაშოს, ივარჯიშოს, ასე ვთქვათ, ეს არის კარგი თვალის ახვევა. იმისათვის რომ უარესი თვალი დავტვირთოთ და ვაიძულოთ რომ დანახვა ისწავლოს. ეს რა ასაკის ბავშვი შეიძლება, ნინო, ეს მაგალითად მოარგო. 3 წლის ბავშვი შეიძლება მოარგო, ეს 5 წლის, ეს ცალი თვალის დაფარო ის. კი ბატონო, შეიძლება მოარგო, ზუსტად ამ ასაკში ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენად არ უყვარს ბავშვებს, ახლა წარმოიდგინეთ რომ რაღაცას ხედავ და უცებ აუხვია და ვერ ხედავს იმ მეორე თვალი და ვერ თამაშობს რაღაცას, ხო, მოკლედ ძალიან არ უყვართ და არ იჩერებენ ხოლმე ამ სახოს. შემდეგ უკვე რაღაცა ასაკთან ერთად შესაძლოა რომ ჩავრთოთ გარკვეული ვარჯიშები. იყო ესეთი მითი პრაქტიკულად და იყო კი არა და არის კიდეც, რომ რაღაც ასაკამდე შეიძლება უბრალოდ ეს ამ ახვევების გაკეთება და ამის იქით უკვე ჩათვალეთ რომ აღარ იგურნება ეს ზარმაცი თვალი და ვეღარ ვახერხებთ მხედველობის გაუმჯობესებას, თუმცა ეს შეიცვალა ბოლო დროს და არსებობს ესეთი სპეციალური ონლაინ თამაშების სახით წარმოდგენილი ვარჯიშები, რომელსაც ადრე თუ კი ვთქვათ ამ რაღაც ვარჯიშებზე დაყვავდა ბავშვი და კლინიკაში უწევდა ყოველდღე სიარული. ამ შემთხვევაში მას აქვს სახლში და ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში თამაშობს რაღაცა ტანკებს, რაკეტებს, რაღაც ესეთი გასაკეთებელი თამაშებია. დაუნებურად მიმდინარეობს ვარჯიში. სპეციალური სათვალე უკეთია, ცალთვალზე წითელი ფილტრით და მეორე თვალზე ლურჯი ფილტრით და ჩვენ ვაიძულებთ ამ ორ თვალს რომ ერთად იმუშაოს და იმ თვალმა რომელიც უკეთესად ხედავდა აღარ დათრგუნოს ეს მეორე თვალი. გარკვეული პერიოდი ჭირდება ამ ყველაფერს, სადღაც შეიძლება 3 თვემდე დაგვჭირდეს ეს ვარჯიშები და საკმაოდ ეფექტური და სხვა შორის ნებისმიერ ასაკში არის ეფექტური. ყველაზე დიდი პაციენტი, ვინც ყოლია ამ ვარჯიშებზე, იყო 59 წლის ქალბატონი, რომელსაც აი 30%-ზე ზევით არ ასდიოდა მხედველობა სათვალი და სადღაც 60-70%-მდე მას ქნა რა ქვია.
ამოქაჩა მხედველობა, მაგრამ გარდა ამისა, ის რომ მხედველობის პროცენტია კიდევ ერთი საკითხია, მეორე საკითხია ის რომ თუ კი ორი თვალით არ ვხედავთ და ვხედავთ მხოლოდ ცალი თვალით, ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ რომ სამგანზომილებაში უნდა ვხედავდეთ. აი ესეთი ადამიანები, ვინც ერთი თვალით იყურება, ისინი ასე ტყელ სამყაროს აღიქვავენ, ის ვერ ხვდებიან ამას, რომ უკეთესი რაღაც არსებობს, ანუ სტერეო მხედველობა არა აქვთ მათ. და სწორედ აი ამ სტერეო მხედველობის განვითარებასაც უწყობს ხელს ეს ვარჯიშები, არა მხოლოდ პროცენტულად, არამედ აი სამგანზომილებაში 3D-ში რომ შევძლოთ სამყაროს აღქმა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი მხედველობის, აი თუნდაც რაღაცა დისტანციების აღქმაში, აი რაღაცა კი ბატონო, თქვენ სიტყვაზე წყალს ვასხავთ ჭიქაში, მაგალითად რომ ეს რაღაცა დისტანციებით რაღაც განსაზღვროთ, თუნდაც გარკვეულ ასაკში შესაძლოა ეს მართვის მოწმობაც ვერ ავიღოთ იმის გამო, რომ თქვათ ეს ცალი თვალი ესეთი ცუდია. ეს არის მოკლედ თანამედროვე მდგომარეობა ზარმაცი თვალის საინტერესო იყო, მეც არ ვიცოდი ეს თანამედროვე ტექნიკა როგორ გამოიყენება და მით უმეტეს ასაკოვან პაციენტებში თურმე შესაძლებელია. კი, ეს ორი წელია რა საქართველოში გვაქვს ეს ტექნოლოგია. გამოადგება ვინმე ეს ინფორმაცია. მოდი ახლა ავხსნათ მხედველობის კორექციის რა მეთოდები არსებობს დღეს რეალურად. მხედველობის კორექციის ჩვენ თვალის დაავადებებზე დღეს არ ვისაუბრებთ, უფრო ვისაუბროთ ყველაზე პოპულარულ თემებზე და ერთ-ერთი არის მხედველობის კორექცია. კორექცია ლინზა თუ სათვალე. მხედველობის კორექციის, რა თქმა უნდა, ეს სამივე მეთოდი არსებობს და ეს არის პრაქტიკულად პაციენტის გადასაწყვეტი, რას გამოიყენებს. თუმცა ეს ჩემ გადმოსახედიდან სათვალე და კონტაქტური ლინზა გამოდის, რომ არის რაღაცა ყავარჯენივით, ბუდმივად ხარ დამოკიდებული ამ რაღაცა საშუალებაზე, რომ მხედველობა გაიუმჯობესო, ხო? რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა ახლავს. ხან სათვალე ხან იკარგება, ხან დავაჯდებით, გავტეხავთ, ხან რაღაც. ანუ აი თავზე გიგეთია და ვერ პოულობთ ბატონო. და გარდა ამისა, ნუ კონტაქტური ლინზები კიდევ უფრო რთულად მოსავლელია, იმიტომ რომ ყოველ ღამე უნდა ამოიღო, ჩადოი კონტეინერში რაღაცა სითხეში უნდა მოათავსო, რომ არ დაინფიცირდეს, რაღაცა ვადები აქვს, უნდა გამოცვალო და ასე შემდეგ. ყველაზე მარტივი გამოსავალი ალბათ ამ ყველაფრისგან არის ლაზერული კორექცია. სხვადასხვა ტიპები არსებობს ამ ლაზერული კორექციის, თუმცა სტანდარტული ლაზერული კორექცია რაც არის, ეს არის ეგრეთ წოდებული femtoeximer ლაზერული კორექცია, რომელიც არის ჯამში 10 წუთიანი პროცედურაა. აქედან ერთი ლაზერი, როდესაც მუშაობს, სულ 6 წამი ჭირდება ერთ ლაზერს, მეორე ლაზერს გააჩნია რამდენი გვაქვს მინუსი და ახლობთ 10-12 წამის განმავლობაში შეიძლება რაღაცა -3, -4 შემთხვევაში გაგრძელდეს. არის რაღაცა ერთადერთი რაც არასასიამოვნოა, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში რაღაცა გადევს და თითქოს აწვება თვალს, აი ეს არის. ანუ დისკომფორტი არის მინიმუმამდე, ხო, დაყვანილი პროცედურის. და თან რაც მესმის მე მხედველობის ლაზერული კორექცია, ალბათ ერთი 20 წელია მინიმუმ უკვე საქართველოში კარგად აქვს მოკიდებული ფეხი და თან ტექნოლოგია ვითარდება მუდმივად, ეს აპარატურა შემოდის ახალი, ძველი თავის კვალს ტოვებს, გამოცდილებას გაძლევთ, კიდე ახალი. რაც შეეხება შორს მხედველობას, თქვათ, მე საკითხავი სათვალე მაქვს. ამაზე მაინტერესებს მე დავსვა გამკვეული კითხვები და რაც შეეხება მაღალი მინუსის მდგომარეობას. აი მაღალი მინუსი განკურნებადი არის ლაზერით? ლაზერით 8-ზე ზევით ვერიდებით ხოლმე მაინც ლაზერულ კორექციას, იმიტომ რომ შეიძლება მე ძალიან უხარისხო ღამის მხედველობა მივიღოთ და ანუ აი ძალიან გაუჭირდეს დანახვა ხელოვნურ განათებაზე. თუმცა თუ კი რაღაც კორექციის სურვილი აქვს, არსებობს ესეთი ფაკიური ლინზები. ეს არის აი როგორც კონტაქტური ლინზები, ესეთი თხელი ლინზები, აღონ შექმნილია იმისთვის, რომ თვალში შიგნით მოხდეს იმპლანტირება. ნუ პრაქტიკულად განაჩხლეტია ეს 2 მმ-იანი. ატარებს ადამიანს. კი ბატონო, 2 მმ-იანი განაჩხლეტია თვალის, ეს ძალიან თხელი ლინზა შესრიალდება, დაჯდება თვალში და რჩება იქ მთელი ცხოვრების განმავლობაში. -18-მდე შეგვიძლია მინუსი გავასწოროთ კი ამ საშუალებით. ხანდახან არის ხოლმე ამაზე დიდი მინუსი გვაქვს და ვთქვათ ნაწილს, რასაც მოვერევით ამ ლინზით გავასწორებთ და რაც დარჩება, იმას შეიძლება რომ დამატებით რაღაცა +1 -1 კი ბატონო კომბინირებულად ესეც დავამატოთ. მე არ შემიძლია ჩვენი სპონსორები არ წარმოადგინო, აუცილებელია ერთგული პარტნიორები, მათ შორის წარმოგიდგენთ მელიტას ასეთი გერმანული ძალიან ამაზი ყავის აპარატები გვაქვს, რომელიც ამზადებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყავას. აქვე გეტყვით, რომ მელიტა გერმანიაში შეიქმნა, პირველი ყავას ფილტრების შექმნა მან ამ კომპანიამ და დღეს აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის ავტომატური ყავის აპარატებს. აი ესე მარტივად, მაგალითად, შეგვიძლია დაგპატიჟოთ ყავაზე, ნინო. შეიძლება თქვენი ჭიქავი, ხო? დავთ. მადლობა. ესე დავდგათ. და სულ რაღაც ერთი მოძრაობით ვამზადებთ ყავას და თან ვაკონტროლებთ სიმძაფრეს ყავის, გემოვნური თვალსაზრისით გამომდინარე, წყლის რაოდენობას და ასე შემდეგ. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია აჰავა, წარმოგიდგენთ თავის მოვლის საშუალებებს
კომპაქტური ნაკრებების სახით. On the go, refresh და hydrate express-ი, ასევე minerals trio და wave of hydration trio. ეს პრაქტიკული ნაკრებები მარტივად თავსდება ჩანთაში, აგერ არის ბატონო წარმოდგენილი და იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისათვის, ასევე მოგზაურობის დროსაც. აი მაგალითად ნაკრები refresh and hydrate express-ი, ასე ქვია ამ ნაკრებს, აერთიანებს დამატენიანებელი სახის და ხელის კრემებს, ნიღაბს, შხაპის გელს და განკუთვნილია კანის სწრაფი განახლებისა და ინტენსიური დატენიანებისათვის. აი, კაი რამე ყოფილა ახლა ერთგული სპონსორია და მადლობა მათ. აი, ახლა დაიწყება ყავის ჩამოსხმა აქედან, ანუ საწოლში ხარ თუ მეორე ოთახშია, ტელეფონზე დააჭირე, გაიერე, დაიცრიე ყავა დაარტყი გემრიელებს სხვა შორის, ეხლა გაგასიჯებს სიამოვნებით. კარგი. ნინო, მოდი ახლა მაყურებელს ავუხსნათ დამსმენელს, რა პროცესები მიმდინარეობს თვალში 40 წლის ასაკის შემდეგ, მაგალითად თუნდაც ის რაც ჩემ თვალში განვითარდა და ბოლო 1 წელია 50 წლის ვარ უკვე მართალია, კარგად გავქაჩი ალბათ კიდე, მაგრამ ბოლო 1 წელიწადია უკვე საკითხავი სათვალის გარეშე ძალიან მიჭირს ადაპტირება სოციალურ სფეროში და სამსახურშიც და კითხვისაც და ტელეფონთან ოპერირებისაც. რა ხდება, რატომ იცვლება ეს რაღაცები და რით არის განპირობებული ეს ყველაფერი? ესე იგი ჩვენ თვალში გვაქვს სპეციალური კუნთები, რომლის ფუნქციაც არის ფოკუსის ახლოს მოყვანა. და დროთა განმავლობაში ეს კუნთები მარტივად რომ ვთქვათ იღლება მოკლედ და ვეღარ მოყავს ფოკუსი ახლოს. და ნელ-ნელა ჩნდება +1, +1.5, +2, ეს ნელ-ნელა გვემატება. +2-ზე ვარ ახლა. 2-ზე ხარ უკვე. კი ბატონო, ნელ-ნელა გვემატება ამ მდგომარეობას ქვია პრესბიოპია. რაც გარდაუვალია თუ კი თქვა ჩვეულებრივად ხედავდით მთელი ცხოვრების განმავლობაში პრესბიოპია დაახლოებით 45 წლის მერე გვაუცებად შეგვაწუხებს და ეს არის ხოლმე ესეთი პირველი შეჯახება ასაკთან ესეთი ხო შეიძლება ნაოჭს რაღაცას მოუარო და რაღაცა ფილერით ღარი შეივსო მაგრამ აი ეს მაინც ყოველთვის ესე ამას გიწევს გამოავლენს რომ დიდი მადლობა. მადლობა დიდი. მაინც გამოავლენს რომ რაღაცა ასაკს ასეა თუ ისეა მიუკაკუნეთ და მოკლედ ფსიქოლოგიურად ასე ვთქვათ ეს ერთი რთულად მისაღები ამბავია. მე არ გამჭირვებია მინდა გითხრა. მეტიც რომ რაღაცა ძალიან ისე ვირგებ ხოლმე ეს როცა საჭირო. კარგით მოდი შეგაწყვეტინეთ შემდეგ. არა ვარს კი ბატონო. ნუ ამ მდგომარეობის კორექციაც რა თქმა უნდა შესაძლებელია გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. აქაც სხვადასხვა მეთოდები არსებობს ლაზერული მეთოდი, მაგრამ აი ლაზერული მეთოდი მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ რაღაცნაირად უნდა ავიტანოთ განსხვავებული თვალები და როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ სამგანზომილებაში ხედავდა და უცებ უწევს განსხვავებული თვალების ატანა, ეს ცოტა ისეთი არის ხოლმე რა რთულად შესაძლებელი და ყველას შეიძლება ეს ვერ შესთავაზო. რაც არის ესეთი შედარებით უფრო ისეთი მარტივად შესაძლებელი, ეს არის ეგრეთ წოდებული ბუნებრივი კოლაგენის იმპლანტები, მიკროიმპლანტი, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ არის სულ 2 მმ-ის ესეთი დისკოსავით, რომელიც ლაზერით დამუშავდება ერთი თვალი თანასწორია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წამყვანი თვალი და არაწამყვანი თვალი. ეს წამყვანი თვალი ყოველთვის არის შორი მანძილისთვის მორგებული და ეს არაწამყვან თვალში ლაზერით დამუშავების შემდეგ შესაძლებელია რომ ეს პატარა დისკოსავით 2 მმ-იანი იმპლანტი ჩავსვათ, რომელიც მოგცემს ამ ფოკუსის სიღრმეს და შესაბამისად წაკითხვის საშუალებასაც. ანუ მე შემიძლია მაგ ტექნოლოგიას მიმართო თუ გადაწყვეტილება მივიღე, ხო? პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ 50 წელი უკვე არც იქით არის და არც აქეთ არის. ცოტა არა, იცი როგორ არის გააჩნია ჯერ რასთან გვაქვს საქმე თუ კი ვთქვათ ჩვეულებრივი მხედველი თვალი იყო და ვთქვათ პაციენტის სურვილია რომ კი ბატონო ახლა ეს გავაკეთოთ და ვთქვათ რამდენი რაღაც პერიოდი ვთქვათ შეიძლება 1, 5, 10 წელი მეყოს და ესე მარტივად შემოვიფარგლებოდი კი ბატონო. ხო, მაგრამ როდესაც უკვე 50 უფრო 55 წლისკენ როდესაც მივდივართ ჩვენი ბროლები იწყებს ფერი შეცვლა სრულად კარგავს ამ ახლოს მოტანის უნარს მისი ფოკუსის და ფერს რომ იცვლის ნელ-ნელა იმღრევა კიდეც გამჭრალობას კარგავს და უკვე ნელ-ნელა მიდის კატარაქტისკენ. ამიტომ ცოტა ისეთი გადასაწყვეტია ხოლმე რაც პაციენტთან ერთად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თუ კი თქვა დღეს ჩვენ ერთი ჩარევა გავაკეთეთ და 5-6 წელიწადში კატარაქტა გაგვხდა საოპერაციო, გამის რომ მეორეჯერ უნდა ჩავერიოთ. და ამიტომ ესეთ ასაკში უკვე საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ მოდი ხომ არ გამოვცვალოთ ბროლები უკვე და ამ ბროლების გამოცვლით დავფაროთ ყველანაირი მანძილი, რისი დაფარვა შეიძლება და ეს იქნება ერთჯერადი პროცედურა და არ მოგიწევთ თქვა ამასთან. ეს თუ კატარაქტაზე მივიდა უკვე მდგომარეობა. აი კატარაქტამდეც ანუ არსებობს ეგრეთ წოდებული ბროლის რეფრაქციულ გამოცვლას ვეძახით, მხოლოდ სათვალის მოხსნის მიზნით კეთდება ეს ყველაფერი და გააჩნია რა ჭირდება პაციენტს თქვა რა მანძილების დაფარვა სურს. ხო, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ
აი ნახე, ერთი კი არა, 2-3 სათვალით დადიან ტიპები რა, მე მინახავს, ერთს დადებს, მეორეს გაიკეთებს, მეორეს დადებს, ან გაყოფილი მინა არის სათვალის. ეს რა თემაა, 2-3 სათვალის ტარება? ეს არის ხოლმე ძირითადად შორს მხედველ ადამიანებს აქვთ ესეთი რაღაც, ანუ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სანამ ახალგაზრდები ვართ, ამ პლუს თვალი თვითონ ერევა აი ამ კუნთების ხარჯზე, ეს სულ მოჭიმული ამოდიმოდ და შეიძლება რეალურად ადამიანს პლუს 5 კონდეს, მაგრამ პლუს 1 და 2 და 3 სათვალე ყოფნიდეს. მაგრამ ესეთ თვალებში ეს კუნთები უფრო ადვილად იღლება, უფრო მალე ხდება საკითხავი სათვალის საჭიროება უფრო მალე დგება და შორს სათვალეს კიდევ ახლო სათვალე დაემატა და მოკლედ მუდმივად ესე შესაძლებელია ცოტა დიდი პლუსი იქნება საკითხავად, ცოტა ნაკლები პლუსი შორისთვის და ეს მუდმივად საძებარია და გამოსაცვლელია ეს სათვალეები სხვადასხვა დისტანციაზე ფოკუსირდება. თუ კი ესე უკვე გადავწვით 50-55 წელს და აი მაგას აქში ვართ, აქ უკვე შეიძლება რომ ბროლები გამოვცვალოთ, იმიტომ რომ ეს ბროლები არსებობს სხვადასხვა ფუნქციის და მათ საშუალებით შეგვიძლია დავფაროთ როგორც შორი მანძილი, ისევე შუალედური მანძილი, რაც აი თქვა შუალედურს გულისხმობს სიტყვაზე, თქვა კომპიუტერთან თუ მუშაობთ, კომპიუტერის ეკრანს დაახლოებით 60 სანტიმეტრზე რომელიც დგას. ხო, არა საკითხავი, არამედ ცოტა მუშაობთ, ხო, საკითხავი მანძილით შეგვიძლია რომ დავფაროთ. მოკლედ ეს არის ის რაც შეუძლია ამ ლინზებს მოკლედ რომ გააკეთოს. ასაკთან ერთად თუ მინუსი პლუსში ესო ერთ-ერთი კარგი ამბავიაო დაბერებასთან ერთად მხედველობა შეიძლება გაგიუმჯობესდესო რამე რეალობაა ესა? არა, რეალურად ესე არ არის, უბრალოდ ასე გამოხატავენ იმ ამბავს, რომ თუ ხარ ახლო მხედველი, როცა თქვა ჩვეულებრივ მხედველ ადამიანს დაჭირდება სათვალე, იმას აქში შენი თხედავ, ასე ვთქვათ, რა, ანუ ახლოს ხედავ ისედაც და არ გჭირდება საკითხავი სათვალე, არა, არაფერი კარგად. მოდი გადავიდეთ კატარაქტაზე. თქვენ დასაწყისში ეპიზოდის დასაწყისში ახსენეთ, რომ კატარაქტა არის ერთ-ერთი ის წამყვანი პრობლემა თვალის დამხედველობის, რაც ასაკთან ერთად მეტნაკლებად, მაგრამ სოფლიო მოსახლეობის დიდ პოპულაციას, ასე ვთქვათ, აწუხებს, ხო? რა არის დღევანდელ რეალობაში კატარაქტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ჯერჯერობით შეუცვლელი მკურნალობის მეთოდი? მხოლოდ ოპერაცია, იმიტომ რომ არის ესეთი კატარაქტის საწინააღმდეგო წვეთები, მაგალითად, მაგრამ მათი ერთ-ერთი ფუნქცია, თუმცა არსად დადასტურებული ეს არ არის და რამე გაიდლაინში არ წარწერია, ესე ვიტამინებს ვეძახით და კატარაქტის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვს ვითომ, რომ ვითომ წელავს დროში ამ კატარაქტის გარემოთარებას. მაგრამ ფინალი მაინც ოპერაციაა. საბოლოო ჯამში მაინც კი ოპერაციაა. კარგი, კატარაქტის ოპერაციისას ახალ ჩემსაც გავუკეთეთ ეს ოპერაცია, კარგად არის, ძალიან კარგად აღუდგა ის პრობლემები, რაც აღარ არსებობს, კითხულობს, ხედავს. ამოისუნთქა ადამიანმა რა, ორ ეტაპად გაკეთდა, ალბათ ამაზედაც ვისაუბრებთ მე უკვე თქვენ დღევანდელ ასე ვთქვა ტექნოლოგიებს, რა და როგორ, მაგრამ მთავარი მაინც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი, გარდა ქირურგისა, გუნდისა და ასე შემდეგ, არის ეს ლინზა. ანუ ბროლი, ლინზა ყოფილა უფრო მარტებული, ხო? ბალშიდა ლინზა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული. რადგან ჩვენ მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი მხედველობა და გარდა იმისა, რომ ხელოვნება მივიღოთ ხარისხიანი, უნდა ავირიდოთ თავიდან გარკვეული თანმხვედრი მოვლენები, რასაც ქვია, ვთქვათ, ეს რაღაცა ციფციმი თვალში, რკალისებრი აღქმა რაღაცების, რაც შეიძლება ახლდეს ბროლს, ანუ ლინზას. მოდი ახლა ამ ბროლებზე და ლინზებზე 2-3 სიტყვით გითხარი. ამ ლინზებს, ბროლებს აქვთ სხვადასხვა ფუნქციები და საბოლოო ჯამში უნდა შევარჩიოთ ეს ლინზები, ბროლები, იმის მიხედვით თუ რა მოცემულობა გვაქვს და რა ჭირდება პაციენტს. არსებობს იგი სტანდარტული ლინზები, რომლებიც არის ერთფოკუსიანი. ეს ერთფოკუსიანი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ როდესაც ოპერაციას გავაკეთებთ, მხედველობას პაციენტს ვუფიქსირებთ ერთ ფოკუსში, ასე ვთქვათ, ერთ წერტილში და ეს არის ხოლმე ძირითადად შორი მანძილი. ან თუ ვთქვათ, პაციენტი ახლომხედველი იყო და ძალიან უნდა რომ ისევ ახლომხედველი დარჩეს, შეგვიძლია მისი მხედველობა დავაფიქსიროთ, ასე ვთქვათ, ახლოს. ვთქვათ, სტანდარტულ შემთხვევებში გვაქვს მხოლოდ შორი. არსებობს ისეთი ლინზები, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ დაგვიფარონ შორი და შუალედური მანძილი. ანუ ჩვენ ხომ მხედველობა ესე დინამიური რაღაცაა და მხოლოდ არ გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ვთქვათ, ოთახის ბოლოს ტელევიზორს უყუროთ, ხო? ან ვთქვათ, გაჩერებაზე რაღაცა ავტობუსის ნომერი დავინახოთ მაგალითად, ხო? უამრავი საქმე ვთქვათ, მივირთმევთ და მთებში რა გვიდევს, ამას უნდა ვხედავდეთ, კარადას გამოვაღებთ, შიგნით რადევს ნივთებს უნდა ვხედავდეთ, ჩვენ თავს სარკეში უნდა ვხედავდეთ, ხო? ამ ფუნქციებს გვიფარავს უკვე სხვა ტიპის ბროლები, არა ის სტანდარტულები, რომლებიც აქამდე ვახსენე, არამედ ეგრეთ წოდებული EDOF ლინზები, რომლებიც გულისხმობს ისეთ გაფართოებული დიაპაზონის ლინზებს, ხო?
და არსებობს უკვე ისეთები, რომლებიც ფარავს როგორც შორ, ასევე შუალედურ და ასევე საკითხავ მანძილს. ამას ყველაფერს წყვეთ თქვენ ოპერაციამდე პაციენტთან ერთად გამომდინარე მისი არსებული მდგომარეობიდან და სურვილებიდან პრაქტიკულ რეალობაში, ხო ესე გამოდის? კი ბატონო, ესე გამოდის. რეალურად რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ დავფაროთ ყველანაირი მანძილი და კითხულობდეს კიდეც ეს პაციენტი და შორსაც კარგად ყედავდეს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის მოცემულობა რაც გვაქვს, ანუ რამდენად ჯანმრთელია თვალი, რამდენად შეიძლება ეს კონკრეტული ლინზა ამ კონკრეტულ თვალში ჩაისვას იმისთვის რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. რა თქმა უნდა პაციენტის სურვილზე ეს ყველაფერი დამოკიდებული მის მოცემულ მდგომარეობაზე და შემდეგ უკვე ამის მიხედვით ვარჩევთ ლინზას რაც შეიძლება რომ მას ურჩიოთ. ასევე ვიცი რომ არსებობს ესეთი ბრენდი რაინერი. რაინერის ბრენდით ისიც ვიცი რომ თქვენ მუშაობთ. რა უპირატესობა აქვს ამ ბრენდს კონკრეტულად, მოდით მაყურებლისთვის გასაგებად დავხსნათ, დაუშვათ სხვა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის. რაინერი არის ბრიტანული კომპანია. ეს არის ის კომპანია, რომელმაც პირველმა შექმნა თვალში და ლინზა საერთოდ ბუნებაში და ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა ისტორია აქვს ამ კომპანიას. და პირველი ლინზის შექმნიდან წარმოიდგინეთ კი ესეა. პირველი ლინზის შექმნიდან დღეს მას აქვს პირველი ლინზა, რომელიც დიზაინით შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა. ამ ლინზებს ეწოდება Galaxy. სხვა პრეცედენტი ესე არ არსებობს მსოფლიოში და მხოლოდ მათია ეს ლინზა Galaxy. და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დიზაინი იმდენად დახვეწილი აღმოჩნდა, რომ აი წეგან რასაც ვსაუბრობდით, რომ რაღაცა ბლიკები, რაღაცა გართულებები, რაღაც პრობლემები რაც შეიძლება ახლდეს ამ კატარაქტის ოპერაციას, მინიმუმამდე დაიყვანა მისმა ესეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნილმა დიზაინმა. ანუ პრაქტიკულად მე პირადად არ შემხოდრია ჯერჯერობით ესეთი პაციენტი, რომელიც რაღაცა განსაკუთრებულ ამ ჰალოებს უჩიო და ჰალო რას ნიშნავს მაინც რომ განმარტოთ. ეს არის ხელოვნური განათების გარშემო ესეთი შარავანდედივით კიდევ დამატებითი განათება. ეს პრობლემა ახლავს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ სამფოკუსიან ლინზებს, რომლებსაც ეს ფოკუსი აქვს თქვა შორი მანძილისთვის, შუალედური მანძილისთვის და ახლო მანძილისთვის, ეს ფიქსირებული ფოკუსები აქვს და შესაბამისად ეს იწვევს ამ შარავანდედების გაჩენას. Galaxy-ის მსგავსი ძალიან მინიმალურად აქვს სტატისტიკურად გამოხატული და ოღონდ ერთი მომენტი აქვს ამ Galaxy-ის, რომ ეს ყველანაირ თვალში ვერ გამოიყენებ, უნდა იყოს, რადგან თვითონ არის იდეალური ლინზა, იდეალური უნდა იყოს თვითონ თვალიც. მაგრამ ანუ რეციპიენტი უნდა იყოს კარგი თვალი. კარგი უნდა იყოს თვალი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა თუ ჩვენ რაღაცა დამატებით თანმხლები, დაავადებები გვაქვს, სიტყვაზე გლაუკომა გვაქვს, თუ რაღაცა დიაბეტი გვაქვს, მაგალითად დიაბეტური ცვლილებებია თვალის ფსკერზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პაციენტს აი ყოველგვარი დიაპაზონი უნდა დაუკარგოთ და რაღაც დაუფიქსიროთ მხედველობა სიტყვაზე ერთ მანძილზე, ხო? ანუ არსებობს ალტერნატივა ამ Galaxy-ში, ეს არის წეგან ვახსენე ეგრეთ წოდებული EDOF ლინზები, ანუ გაფართოებული დიაპაზონის ლინზები. ესეც რაინერის ბრენდია. ესეც რაინერის ბრენდია, კი ბატონო, რომელიც შორი და შუალედური მანძილის დაფარვას ახდენს და საკითხავად ჭირდებათ ხოლმე პლუს ერთის ფარგლებში სათვალე, მეტი არა, ისე დაახლოებით ამ მანძილზე შეუძლია ტელეფონში რაღაცა დაინახონ, ცოტა დიდი შრიფტი წაიკითხონ და შემდგომ პრაქტიკულად ყველანაირი ფუნქციური მხედველობა დაფარულია ამ შემთხვევაში, თქვა თუ სრულად ვერ ფარავთ ყველანაირ დიაპაზონს რაღაცა უფრო რთული ლინზების საშუალებით, ეს EDOF-ები არის ძალიან ისეთი კარგად და თავისუფლად გამოსაყენებელი ლინზები, ასე ვთქვათ. თქვენ ამხელა გამოცდილება გაქვთ, ამხელა პრაქტიკა გაქვთ წლების განმავლობაში ამ სფეროში მოღვაწეობთ. ხო, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კატარაქტის ოპერაციებს აკეთებთ, თუ ბევრი პაციენტი ყოლია საკუთარ პრაქტიკაში. აი, ბოლო ხელოვნური ინტელექტი ასე ისე დიდი ხანია ჩაერთო, ხო, სამედიცინო სფეროში. რამდენი ხანია რაც ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ლინზა, მაგალითად, შენ ხელთ მოხვდა და სიამოვნებას ღებულობ მიღებული შედეგი. ნამდვილად. დაახლოებით 1 წელია, რაც ესე გამოჩნდა საქართველოში. ძალიან ესე ფრთხილად დავიწყეს, რა თქმა უნდა, გამოყვება ყოველგვარი სიახლე კი გიხარია, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გამოსცადო ხო ესე. რა ვიცი, მინდა გითხრათ, ძალიან ბევრად უფრო მშვიდად ვიყენებ ეს ლინზებს ჩემ პაციენტებთან, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი უფრო ვერიდებოდით, ან არა მარტო მე კოლეგებთანაც საუბარშიც ესე ვქონია, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, აქაც ხედავს, ყველგან ხედავს, რომ რასაც ვერ ხედავდა, მაგრამ მაინც რაღაც ვერ არის, ესეთი ის აქვს ხოლმე რა პაციენტს და აი Galaxy-თან მსგავსი რას გულისხმობ ამაში? ბუნებრივობა აკლდა ამ ლინზებს, აი ბუნებრივად გადასული შორიდან ახლომდე მხედველობა და არა ფიქსირებული რაღაცა დისტანციებზე. აი ესეთი რაღაცეები, რაც ესე ჩვენთვის ვითომ და ყველაფერი კარგად გაქვს და აბა რატომ რა არ მოგწონს, ასე ვთქვათ, იყო ეს ბუნებრივი მხედველობა, რაც დეტალებს მნიშვნელობა აქვს და ამ დეტალებზე ზუსტად ეხლა თქვენ ასაც საუბრობთ, ხო? კი ბატონო, და ამიტომ
ბოლო დროს აი რაღაცა ეს არაბუნებრიობის ჩივილით პრაქტიკულად ამ ლინზებთან ზამაგარია. კარგი, რეაბილიტაცია და ეტაპურობა. იგივე თქვათ რა ენერგიის ლინზას როცა იყენებ თუ სხვა ლინზას მოდი რადგან ეს ვახსენეთ და თანამედროვე და რაღაცა ულტრათანამედროვე ამბებია, რეაბილიტაცია და ეტაპურობა რამდენად რთულია. აი თქვათ ცალ-ცალკე ეკეთება ესეც ტექნოლოგიურად თქვათ მარტივი პროცედურა, მალევე ხედავს თქვათ თვალში მხედველობა. მოდი ორი სიტყვით ეგეც უთხრა ჩვენს მსმენელს დამაყურებელს. პროცედურა სულ რაღაც 10 წუთის საქმეა, ალბათ არც კი. და ესე იგი ეკეთება მცირე 2 მმ-იანი განაკვეთით, არ ჭირდება არანაირი ნაკერი, არ ჭირდება ნარკოზის. დღეში რამდენს აკეთებ ხოლმე? რა ვიცი, ძალიან ყველაზე მეტი ალბათ 17 მაქვს აკეთებული, მაგრამ ესეთი ხა აღარ მიყვარს ამდენის კეთება ერთდროულად. ეხლა ძალიან ვითხოვ ხოლმე რომ 10 ნუ გადააცილებთ. ესეთ. რეაბილიტაციაც რა ვიცი მარტივია, რაღაც პერიოდი ცოტა ხანი ბუნდოვანება აქვს, იმიტომ რომ ახალ გაკეთებულ თვალს მაინც არამ დაალაგდება და მშვიდება. რა ვიცი, განსაკუთრებული არაფერი, ვიწვეთებ წვეთებს, რამე მნიშვნელოვანი შეზღუდვებს არ უწესებთ ამ პაციენტებს და რამდენიმე დღიანი ინტერვალით ვაკეთებ ჯერ ერთ თვალს, მე ვხედავთ რომ ის დამშვიდდა უკვე და მე მეორე თვალის გაკეთება უკვე შესაძლებელი ხდება. ფანტასტიკურია რა. საბოლოო ჯამში პრინციპში მოსვლიდან როცა მოვა პაციენტი ნინოსთან თქვათ, მომართა კლინიკას ოპერაციამდე, აი რა დროს იკავებს მაგალითად, თქვათ ერთი თვე ჭირდება, რიგებია, ჩაწერა უნდა, მზადება უნდა, რაღაცა. თუ მოკლევე პერიოდში შეიძლება დაიგეგმოს და თუნდაც იგივე რაინერის ლინზით გაკეთდეს ეს პროცედურა. ამ ხელა რიგები რა თქმა უნდა არ არის ერთადერთია მნიშვნელოვანი რომ ლინზა იყოს ადგილზე, თუ კი არ არის ადგილზე დაახლოებით 2 კვირაში უკვე გვაქვს ხოლმე. როცა მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა. ესეც თან პრაქტიკულად ეს არის რა. მნიშვნელოვანი არაფერი, წინა დღეს ანალიზებს ვაკეთებთ, მეორე დღეს ოპერაციას, მესამე დღეს ვნახულობ და უკვე შემდეგში იგეგმება მეორე და თუ 1 საათში პაციენტი რეალურად უკვალოდ პროცედურს მე სახლში მიდის რა. სახლში მიდის კი არ ტყუებთ. კარგი. აქვე შეგახსენებთ რომ პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც არის შესანიშნავი გარემო იმისათვის რომ შვიდად შესანიშნავ სტუმარს ესაუბრო და კარგი ეპიზოდიც გამოდის ხოლმე. ჩვენ მაგიდაზე ხედავთ აჰავას კომპაქტურ აი სათვალეები, ვენახე ხოლმე გავიკეთო, აი რა კარგია. ჩვენს მაგიდაზე ხედავთ აჰავას კომპაქტურ ნაკრებებს, რომლებიც იდეალური არჩევანია ყოველდღიური გამოყენებისათვის, მოგზაურობასა, აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებში, მაგალითისთვის ნაკრები on the go აერთიანებს აჰავას უნიკალურ მინერალებზე დაფუძნებულ პროდუქტებს, ჩაიდე წაიღე იმოგზაურე, თან გამოიყენე, თან დიდ ადგილს არიკავებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტურ მოვლას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. შეგახსენებთ რომ ასევე ყავა, რომელსაც მელიტას აპარატი ამზადებს, აგერ არის ბატონო ჩვენი მელიტა, ნინოს ფინჯანშიც მელიტას მომზადებული ყავა არის მოთავსებული. ის თავად არეგულირებს დაფქვის ხარისხს, ტემპერატურას და წნევას, ანუ ჩვენ უბრალოდ ვაჭერთ ჩვენს ასე ვთქვათ, მობილურ აპლიკაციაზე თიც და იდეალური ყავაც მზადაა. პოდკასტში დადგა დრო მითების და რეალობის და მე რამოდენიმე მითს ჩამოთვლინინო და თქვენის ნებართვით უცებ მითხარი მითია თუ რეალობა. კარგი? წავიდით. ლაზერული კორექციის ეფექტი რამოდენიმე წელიწადში ხდება. არა, პრაქტიკულად მუდმივია. ძალიან იშვიათად რომ რაღაც რეგრესი განიცადოს, ისიც იმ შემთხვევაში თუ ძალიან დიდი მინუსი მოუხსენით, თორე ისე მუდმივია. ოკეი, წავედით წინ. თვალის ოპერაცია დიდი ფუფუნება. ვერ ვიტყოდი რომ დიდი ფუფუნებაა, პირიქით ყოველთვის როგორც მინიმუმ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გვჭირდება რომ კარგად ვხედავდეთ. არ არის, მოკლედ ფუფუნება კი რა საჭიროა. კატარაქტის მკურნალობა თვალის წვეთებითაც შეიძლება. არა, მხოლოდ ოპერაცია. ეს მათ გასაგონად, ვისაც ჯერავს რომ ხალხური მედიცინა, რა თქმა უნდა, ის ძალიან კარგია ზოგ შემთხვევაში, მაგრამ კატარაქტის დიაგნოზი თუ კი არის დასმული, იქ საჭიროა ოფთალმოლოგის ჩარევა და ნინო ექიმთან მიდით და გაიკეთეთ გამოკვლევები. კარგი, კონტაქტური ლინზები უფრო უსაფრთხოა ვიდრე ქირურგიული ჩარე. არა, ვერ ვიტყოდი, ბევრად უფრო დიდი სტატისტიკა აქვს კონტაქტურ ლინზებს, როგორც მინიმუმ ინფექციური გართულებების და მშრალი თვალის ვიდრე ლაზერულ კორექციას. მადლობა. ასტიგმატიზმის გამოსწორება შეუძლებელია. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი ჩვენება ლაზერული კორექციის, როგორ არ არის გამოსწორებადია ნამდვილად. გამოსწორებადია, ესე იგი მითია. სტაფილოს ყოველდღიური მითი რომ ხედულობა საუნჯობესოა. არა ხო, ეს არა. სტაფილო გემრიელია. ხედულობასთან კი ბევრს გონია. ეს რაღაც ავიტამინი კი, მაგრამ ეს კონკრეტული პრობლემა არის ხოლმე, როდესაც ავიტამინის პრობლემა გვაქვს, თქვათ, ნაკლებობა. სტაფილოში ახლა მეგონა პესტიციდი და ის რაღაცა უფრო მეტია. ვიდრე ვიტამინი. ვიდრე სასარგებლო რა. კარგით.
სტაფილოზე გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ რომელი მიკროელემენტი და ვიტამინები არის ჩვენ ყოველდღიურ რაციონში, ესეც თითქოს ცნობილი თემაა, მაგრამ შენი როგორც პროფესიონალის რჩევა გითხარი ბარემ, რაც შეიძლება თუნდაც ბავშვებში, ან ასაკოვან პაციენტებში, ან მოსახლეობას თქვა პაციენტს უნდა დავარქვით ხო ყველას, რა ჟობს მივიღოთ? თევზია ეს როგორც ვიცი უფრო კარგი, ის სტაფილოზე შევთანხმდით. მოკლედ, რამე მიმართულება ხო არ არის, რაც ჩვენ ყოველდღიურ რაციონში თუ იქნება ძალიან კარგი იქნება ჩვენ მხედველობისთვის. ის რა არის ზოგადად ჯანსაღი ყვება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე კონკრეტული პროდუქტების დასახელება ანუ D ვიტამინი მხედველობას ხელს აციკით არ უწყობს. არის კიდევ ესე მოცვი, რომელიც ესე დღეში 2 კილო თუ არის, კი მოდაშია ესეც. ზოგადად ანტიოქსიდანტები ყველაფერს უხდება, ასე ვთქვათ და ნებისმიერ მდგომარეობას, რაღაც ესეთი კონკრეტულს. კარგი, ესეთი თემაც არსებობს. მაგალითად, მე მაქვს აქვე დავსვამ ამ კითხვას და მაინტერესებდა რა კარგი ახლა გამოხსენდა. თავის ტკივილის თემა რა, როდესაც ადამიანი არ იყენებს სათვალეს, ანუ მხედველობის დამხმარე საშუალებას, ან არ მიმართავს ოფთალმოლოგს, არის ხან ესე მოჭუტული, ხან ხელი გარეთ და ანუ სულ მუდმივად ძაბავს, ასე ვთქვათ, მხედველობით ორგანოს და შესაძლებელია თუ არა ეს იწვევდეს თავის ტკივილებს ან დისკომფორტს. კი, აუცილებლად შესაძლებელია იწვევდეს ნამდვილად, თვლიან რომ სათვალეს თუ გავიკეთებ, გავაზარმაცებ თვალს და ეს არ ხდება კი არ გავაზარმაცებთ, პირიქით ამ სათვალით უნდა დავინახოთ და ცხოვრება გავიუჯებოთ ხალხს. და ეს მუდმივად ისეთი თუნდაც იგივე ეს მოჭუტული თვალები, თუნდაც იგივე რომ მუდმივად დაძაბული თვალები, რა თქმა უნდა, თვალის ტკივილს, თვალის დაღლას და მე უკვე თავის ტკივილებშიც გადადის თავისთავად კისრის ტკივილები და ნუ აი ანუ სათვალე კარგია და სწორია. მადლობა რჩევისათვის. მე მაგ ეგეთი, არ ვიცი შეიძლება ძალიან სუბიექტურია და სულად მეჩვენება, მაგრამ მაგალითისთვის როცა აი მიკეთია სათვალე, ხო? შეიძლება მაყურებელსაც ვინმეს ეგრევე კონდეს და აი ვთქვათ რაღაცა აქ მუშაობ, ანუ კითხულობ, ანუ სკროლავ ტელეფონში რაღაცას და აი უცებ მოვიხსენი სათვალე, ავდექი და დავიწყე სრულიად სხვა რაღაცის კეთება. ანუ უცებ თითქოს აი რაღაცა წამიერი, მაგრამ რაღაცნაირი აი მიკროდისკომფორტის მაგვარი, თითქოს რაღაცა უნდა გადაეწყოს, ხო, გადაფოკუსდეს. თავბრუსხვევას ამას ვერ დავარქვევ, ცალსახად ვერ დავარქვევ, ეს თავბრუსხვევა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რომ შევცვალო როგორ მოვიქცე ამ დროს, რომ მოვიხსნი სათვალეს რაღაცა 10 წამი უბრალოდ დავასვენო თვალი და მე განვაგრძო, თქვა ფუნქციონი. შესაძლებელია თუ არ გეზარება. არა, არ მეზარება, იმიტომ რომ მაგ შემიძლია რომ დისკომფორტია. ცოტა დავახამხამოთ, ცოტა რაღაცა და მე გადავიდეთ. საშიში არ არის. არა, საშიში არ. კარგი. კარგი. უსიმპტომოთ რომელი ოფთალმოლოგიური დაავადებები შეიძლება შემოეპაროს ადამიანს. აი, პარემ ესეც გითხარი, გლაუკომის თემაც ვახსენოთ ერთი-ორჯერ. აი, ისე რომ მოეპარა ადამიანს და უცებ ისეთ მდგომარეობა, როცა შეიძლება რაღაცა ცუდი მონელები განვითარდეს. აი, გლაუკომას უწოდებენ მხედველობის ჩუმქურთს. იმიტომ რომ თავიდან ჯერთი არც რა განმარტოთ ჯერ არის გლაუკომა, ხო? მომატებული თვალში და წნევა. ამ მომატებულ თვალში და წნევას თუ კი არ არის ეგრეთ წოდებული გლაუკომის შეტევა, როცა უცებ იმატებს წნევა და უცებ ძალიან ქვეითდება მხედველობა და ტკივილია, 99% შემთხვევებში უბრალოდ პაციენტი ვერ გრძნობს და არ იცის რომ რაღაცა პრობლემა აქვს თვალში. ცენტრალური მხედველობა ყოველთვის შენარჩუნებულია დიდხანს და პრობლემა დგება ესეთი რომ მხედველობის ველი ვიწროვდება და ბოლოს უკვე როცა მიხვდებიან თითქოს მილში იყურებ და იქით-აქეთ გვერდებში ხედვა გვერდით ვეღარ და მე მოდიან ხოლმე და მე წარმოადგენენ ჩივრებს და ამ დროს უკვე საკმაოდ შორსტასული მდგომარეობაა ხოლმე. რა შეიძლება ამას უშუალოდ ერთი ის რომ ზოგადად მოწოდებული არა 40 წლისევით ყველამ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ვიზამოთ თვალში და წნევა. და თუ კი თქვათ გენეტიკურად წინასწარ განწყობა გვაქვს თქვათ ოჯახში, ესეთ შემთხვევებში კიდე მით უმეტეს უფრო ინტენსიურად უნდა. ან დიაბეტი ხო არ არის თქვათ. კი, დიაბეტიც არის ამასთან კავშირში, იმიტომ რომ აქაც თვალის ფსკერზე ვითარდება გარკვეული დიაბეტური ცვლილებები, რომელიც ასევე ძალიან დიდხანს ვერ გრძნობს ამას პაციენტს და ჩვენ თუ არ დავინახეთ, რომ იქ რაღაცა პატარ-პატარა სიხშირქცევები გაჩნდა და უკვე დაიწყო ამ დიაბეტური რეტინოპათიის გამოვლინება. სამწუხაროდ ესეც არ ჩანს ხომ და ერთი მომენტი რაც მაინც აქვე ვახსენებდი, რადგან ახლომხედველობაზე ვისაუბრეთ ამდენი, ახლომხედველ ადამიანებს საერთოდ ახლომხედველობა იქიდან მოდის, რომ თვალის სიგრძეში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივად მხედველი ადამიანის თვალი და მათი ბადურ ან თვალის ფსკერი ის ორგანო რითიც ხედავს რეალურად თვალი, ის არის ისეთი გადაჭიმული, დაგრძელებული და ძალიან ადვილად ჩდება მათში ნახეთქები. ამასაც ვერ გრძნობს პაციენტი, ეს ჩვენ თუ არ გავაფართოვეთ გუგები და თუ არ დავათვალიერეთ და ჩვენ არ ვიპოვეთ ვერ გრძნობენ უბრალოდ და ეს შეიძლება იყოს წინაპირობა ბადურის ჩამოცვლის. ანუ ესეც ასევე უსიმპტომო შეიძლება უცებ აღმოჩნდეს რომ ბადურა ჩამოგვეცალა. 40 ზემოთ.
არის რეკომენდებული თქვენთან ვიზიტი, ოფთალმოლოგთან უნდა მიხვიდე, თუ არაფერი არ გაწუხებს 40 წელი გავხდი, წავედი გავიარე წელიწადში ერთხელ არის ესეთი რეკომენდაცია. როგორც მინიმუმ წნევის გაზომვის მიზნით რომ ეს გლაუკომა არ გამოგვიპაროს, ეგ ნამდვილად ესე გაიდლაინში. აქვე თქვათ დინო კიდევ ერთხელ მაინც მნიშვნელოვანი თემა გამოვიყენოთ ჩვენთან სტუმრობა, გლაუკომის ის პირველი სიმპტომი რა არის მაინც გვერდითი ხედვის დაბინდვა? ხშირად ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე რომ უკვე ცენტრალურ მხედველობასაც დააკლდა, ასე ვთქვათ და ან ამას პარალელურად ხშირად ახლავს ხოლმე კატარაქტა და ამ კატარაქტის ბუნდოვანების გამო მოვლენ და რა აღმოჩნდება რომ იქნებაც ყოფილა ესეც ყოფილა. კი, რთულია, თუ ძალიან შორს არ წავიდა და არ მიხვდი რომ რაღაცა მართლა მილში იყურები და ორიენტირებისთვის გჭირდება რაღაცა ესეთი თავით რაღაცნაირად მორგება ამ ყველაფერზე. ეს ხშირად ვერ ხვდებიან. კარგი. როგორ დავასვენო თვალი? მოდი ბოლოს აქეთკენ წავიდეთ რეკომენდაცია, მივცეთ ჩემს მეტრომეცი რეკომენდაცია, მოგისმენდა დაგიჯერებ და მაყურებელ და მსმენელსაც. როგორ დავასვენო თვალი? მაგალითად, პროფესია მაქვს მე, როცა მე თვითონაც მიწევს დაჟინებით ყურება რაღაცაზე მუშაობისას, ხო, დღეში რამოდენიმე პაციენტია, ყურადღება გააქვს, სულ მუდმივად ფოკუსირებული უნდა იყოს, იმავდროულად ეს гаджеტი სულ ხელშია, რაღაცა წასაკითხია, იღლება, ხო, თვალი. მაქვს სამსახურში დავუშვათ 10 წუთი. აი, იმ 10 წუთის განმავლობაში რას მირჩევ? გამიგია ეგეთი რამე, რომ მინას აირჩიე წერტილი, ხან იმას შეხედე, მერე შორს გაიხედე, შორს გაიხედე, რომ რაღაცა იმუშაოს კუნთებმა. რაიმე რჩევა ხო არ არის ესეთი, რაც უფრო მარტივია და თან ფუნქციონალურად მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ამ ბოლოს ახლა რაც ვახსენეთ, ეს ვარჯიშები აქ არის პირიქით იმისთვის, რომ ეს ჩვენი კუნთი, რომელსაც ახლოს მოაქვს ფოკუსი, ის გავავარჯიშოთ. ეს მაგ შემთხვევებში არის ხოლმე, თქვა ლაზერული კორექციის მერე სანამ მიეჩვევენ ამ ყველაფერს და ახლოს ვერ მაქვს ფოკუსი, მაგ დროს ურჩევთ ხოლმე. ეს უფრო ვარჯიში არის. ხო, პირიქით გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ხო სულ ესეთი ხალხი ვართ რა, უკვე სულ ახლოსთვის არის მხედველობა დაფოკუსებული. ამიტომ პირიქით დასვენება და შორს ყურება არის ის, რასაც ურჩევთ ხოლმე. ბუნებაში არ უყურება რა, საერთოდ. ხო, ანუ არის ეგეთი 20-6-20 წესი, ასე ვთქვათ, ყოველ 20 წუთში 6 მეტრის მანძილზე 20 წამის განმავლობაში უნდა ვიყუროთ. 6 მეტრის მანძილზე, ანუ პეიზაჟს გავხედოთ, ქუჩას გავხედოთ, ოთახის ბოლოს გავხედოთ სიტყვაზე. ბატონო, ესე უნდა დავასვენოთ თვალები. 20 20 ქვია, იმიტომ რომ 20 ფუტი ალბათ, ხო? ხო, 6 მეტრია იგივე და ანუ ქართულად თქვა ჩვენს რეალობაში 26-20. 20 წუთის განმავლობა მერე 6 მეტრის მანძილზე ვიყუროთ 20 წამის განმავლობაში. 20 წამის განმავლობაში. აგერ ფანტასტიკური რეკომენდაციაა. ძალიან დიდი მადლობა ნინო მობრძანებისთვის, წარმატებები, ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი თქვენ და მხედველობა ჩვენთვის და ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი მხედველობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამიტომ ყოველთვის მივიდეთ ექიმთან, ავირჩიოთ საუკეთესო ჩვენი თვალებისთვის, დაწყებული პროფესიონალებიდან, როგორც დღეს გვყავდა სტუმრად, დამთავრებული ტექნოლოგიებით, რომელსაც ეს პროფესიონალები გვთავაზობენ. არ დაგავიწყეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი იმისათვის, რომ კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. ეხლა კი დროებით, მადლობა, ნახვამდის. მადლობა. დიდი მადლობა.